სოციალური მეწარმეები არიან აქტიური, იდეებით სავსე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათ ირგვლივ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოს დაცვითი პრობლემები ეფექტიანად მოაგვარონ და ამისთვის ბიზნეს მიდგომებს იყენებენ. ძლიერი სოციალური საწარმოები ხელს უწყობენ ქვეყანაში სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, დედაქალაქიდან დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას, განათლების ხელმისაწვდომობას, მოწყვლადი ჯგუფების შრომით ინტეგრაციას. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე 2009 წლიდან მუშაობს და ამ ძალისხმევის გასაძლიერებლად 2021 წლიდან ევროკავშირის და პური მსოფლიოს მხარდაჭერით დაიწყეთ მსხვილმასშტაბიანი სამწლიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც კონსორციუმთან ერთად განმახორციელეთ და ამ კონსორციუმის წევრები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები. ერთობლივმა ძალისხმევამ მოგცა შესაძლებლობა, რომ მრავალმხრივი ღონისძიებები გაგვეხორციელებინა, როგორც სოციალური საწარმოების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის და მათ გასაძლიერებლად, ისე მათი სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებისთვის. 3 წლის მანძილზე ცენტრმა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია მრავალფეროვანი სოციალური მისიის მქონე საწარმოებს. კერძოდ 16 გაცემული გრანტით წვლილი შევიტანეთ 10 ახალი საწარმოს დაფუძნებასა და 6 მოქმედი საწარმოს გაძლიერებაში. სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში მოქმედ საწარმოებს მუდმივად ვთავაზობდით მათ საჭიროებაზე მორგებულ მხარდაჭერას, კონსულტაციებს, ტრენინგებს და სემინარებს. სხვადასხვა ღონისძიებით ხელი შეუწყეთ საწარმოთა საქმიანობის მიმართ ცნობადობის ამაღლებას. ასევე განვავითარეთ საინფორმაციო და სასწავლო რესურსები, ხოლო საუნივერსიტეტო დონეზე ხელი შეუწყეთ სოციალური მეწარმეობის სწავლების დანერგვას. პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მოცულობითი სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს უცხოური გამოცდილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. სოციალური მეწარმეობის აქტორებს შორის დიალოგის წარმართვის და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჩამოვაყალიბეთ მულტიაქტორული საკოორდინაციო პლატფორმა, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სფეროთი დაინტერესებული სუბიექტები. სოციალური მეწარმეობის გარემოს ადვოკატირების მიზნით ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრები, ასევე შევიმუშავეთ რეკომენდაციები. კერძოდ სახელმწიფო მხარდაჭერის სტრატეგიული ხედვის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს დეტალურ რეკომენდაციებს სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. სექტორთა შორისი პარტნიორობის და პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა სოციალური საწარმოების განვითარების ხელშემწყობი გარემოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ცენტრმა ორჯერ უმასპინძლა სოციალურ საწარმოების B2B გამოფენას, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან. პროექტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების პოპულარიზაციაზე და ზოგადად სოციალურ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის, მიწოდებული სერვისის დადებითი რეპუტაციის გამტკიცებაზე ფართო საზოგადოებაში. აღნიშნულს ხელი შეუწყო სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკის გახსნამაც, რომელმაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმასპინძლა ასობით ქართველ და საერთაშორისო მომხმარებელს და მათგან 3000-ზე მეტმა გააკეთა კიდეც სოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენი. პროექტის ფარგლებში 3 წლის მანძილზე ნაყოფიერად ჩატარებული სოციალური მეწარმეობის ფორუმით, წლის სოციალური საწარმოს ნომინაციის წარდგენით, გამოფენა გაყიდვებითა და სხვა თანმდევი აქტივობებით, დღესდღეობით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სოციალური მეწარმეობის კონცეფციით და უფრო მეტადაც უჭერენ მხარს როგორც ინდივიდები, ისე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ინსტიტუციები. ზოგადად ხელისუფლების დანიშნულება კონდეს ბუდვი რეაგირება საზოგადოების ინტერესებზე და მოაგვაროს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. შეგვიძლია გამოვარჩიოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, რომელთან თანამშრომლობის შედეგად უკვე მოქმედებს და ფუნქციონირებს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან და ამ პროგრამის მიხედვით არაერთმა სოციალურმა საწარმომ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა. ძალიან დიდია ახალგაზრდების მიგრაცია, ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა შეშემოპირებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხი, ხვარელი და დედოფლის წყარო მოხდა ახალი სოციალური პროგრამების დანერგვა, რომლის მიზანია ადგილობრივი სოციალური საწარმოების და სოციალური პროექტების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თავიანთ ბენეფიციარებს შესთავაზონ უფრო ახალი და გაფართოებული მომსახურებები.
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო ახალგაზრდებისთვის კარგად გაგვეცნო სოციალური მეწარმეობა და ამ მიზნით ორჯერ ჩავატარეთ კონკურსი, რომელზეც გამოვავლინეთ საქართველოს 7 რეგიონიდან სოციალური მეწარმეობის 10 საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი. ელჩებმა სოციალურ მეწარმეობაზე თანატოლებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიზნით თავიანთ რეგიონებში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩაატარეს. მიიტანეს ინფორმაცია მოშორებულ სოფლებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან და კვლავ განაგრძობენ ამ მიმართულებით ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას.